ხელისუფლების პოლიტიკა ჩანს თუ არა ამ განცხადებაში, აი არაფერს არ ეყრდნობაო, ალბათონი თინა ამბობს, დღეს ხელისუფლების ანტიოკუპაციური პოლიტიკაო. იცით რა არის, მე მინდა გითხრათ, რომ აი თვითონ ამ პიროვნებების შემოშვება არ შემოშვების ამბავი არ არის მთავარი. ჩემთვის პირადად. ჩემთვის არის მთავარი, აი რაც ახლა საერთოდ წინ ითქვა, ის რომ იყოს წყობრი სტრატეგია, რომლის აღსრულება ნაბიჯ-ნაბიჯს არის შესაძლებელი და რეალისტური სტრატეგია. თორე არაერთი სტრატეგია დაწერილი ამ მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, მაგრამ ეს სტრატეგიები ვერ მუშაობს ზუსტად იმიტომ, რომ მოწყვეტილია რეალობა. სხვადასხვა დაიწერა გადასარევი სტრატეგია 2010 წელს თემურ იაკობაშვილის მინისტრობის და შემდეგ ეხლა კიდე ახალი სტრატეგია გამოქვეყნდა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ნაკლებად რეალისტური. და ამ დროს თქვენ მაგალითად კითხვა არ დაგისვამთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის არცერთ ჟურნალისტს ჩემთვის არ დავუძე, რა ხდება დღეს აი ამ გამყოფ ხაზზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იქ არ არის მარტო ბორდერიზაციის თემა, იქ სხვა თემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თვითონ მექანიზმი როგორ ხდება ადამიანების გატაცება, როგორ შეულობს მავანი ამაზე ფულს. მეორე მხარეს. Როგორი სისტემაა აწყვეს, როგორ ხდება კონტრაბანდის, ესე ვთქვათ, ხელშეწყობა, ვინ არის ამ კონტრაბანდაში ჩართული, ქართველები და უსები არიან, ბუნებრივია, როგორ ხდება, ეცით როგორ არის, იქ ხალხი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური შემადგენელის გარდა გადასარევად იწყობს ცხოვრებას აი ამ უბედურების ჟამს. და ეს არის პრინციპში ის რეალობა, რომელიც დღეს არის იქ, აი ბორდერიზაცია, ესე ვთქვათ, კრიმინალი, პოლიტიკური ესე ვთქვათ ზეწოლის ვერკეტი და არაერთი სხვა. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ მოდი ჩვენ პარტნიორებს რაც შეიძლება აქტიურად ჩავერთოთ. კი ბატონო ჩავერთოთ, მაგრამ ჩვენ პარტნიორების მიერ არის ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტი. რა ამ ხელა ფიგურა იყო მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი. ვერ ხდება ამ დოკუმენტის შესრულება. ესე იგი ჩვენ ისეთი სტრატეგია უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც აიძულებს რომ რა შეიძლება უფრო ქმედითები იყვნენ და პროდუქტიული. მარტო ის კი არა გეხვეწებით ესე ვთქვათ ოკუპაცია მოახდინეთ. არამედ მოდი უნდა შესთავაზო. აი ამ გზით ჯობია სულა. ეს არ არის რასაკვირველია საგაზეთო და საეთერო სასაუბრო, მაგრამ ბუნებრივია. ანუ მე ერთი რამ მინდა გითხრათ. რეალისტური სურათი უნდა შეიქმნას, რეალისტური გეგმა უნდა შედგეს და იმ გეგმით უნდა იყოს სულა. მამონტოვის დაიჭერენ თუ არ შემოუშვებენ თუ შემოუშვებენ. ხო და აი როგორი უნდა იყოს, მაგრამ ეს რეალური სურათი, რეალური გეგმა როგორი უნდა იყოს. შემოკარგო, ამ რეალური გეგმის მოყოლას ახლა აზრი აქვს? ხო, არა, მაგრამ მე ვამბობ აი ხაზი როგორი უნდა იყოს. ზუსტად ის უნდა იყოს ქმედი, აი რაც ახლა სწორი ფრაზა გაისმა ერთი აქ. ისეთი უნდა იყოს, ხო შეიძლება პაატას მართალი თქვა თინამ, პაატას მართლა ქონდა ეს ლიბერალური მიდგომა, მაგრამ ისეთი მიდგომა, რომელიც კანონის აღსრულების საშუალებას მოგცემდა. ახლა მე ამას პერიფრაზა გავაკეთებ. ესე იგი, ისეთი გეგმა უნდა შედგეს, რომელიც აღსრულების საშუალება გვექნება. ასეთი გეგმის მონახაზი რასაკვირველი არსებობს. რასაკვირველი ეს არის სხვადასხვა გაფანტულია, სხვადასხვა საექსპერტო წრეები იქნება თუ სამთავრობო თუ ოპოზიციურ წრეებში. აი აქ არის ზუსტად კონსოლიდაციის პროდუქტი უნდა იყოს საერთო ეროვნული კონსოლიდაციის პროდუქტი უნდა იყოს ამ გეგმის დადება. თემურ იაკობაშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის მინისტრი. ხა ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება თქვენ გახსოვთ, მაგრამ იყო ისიც რომ სულ ყველა ოპოზიციონერი თუ მხარდამჭერი იმთავრობისა შეკრიბა და ცდილობდა რომ შეექმნა ეს სტრატეგია. ახლა რა გამოვიდა ეს სხვა საკითხია, იმიტომ რომ მაშინ თვითონ ხელისუფლებამ არ შეუწყო ხელი, მაგრამ მე ეს მინდა ვთქვა რომ პროდუქტი უნდა იყოს საერთო ეროვნული თანხმობის შედეგი. ეს პროდუქტი უნდა იყოს და იმაში უნდა გათვალისწინებული იყოს ყველა ეს ხედვები რაციონალური, ესე ვთქვათ, ქმედითი, რომელიც არსებობს ამ საგნის მიმართ. ასეთი ხედვები ნამდვილად არსებობს გარწმუნებით. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით მამუკარეშიძეს და ქალბატონ თინას ვკითხავ ერთ-ერთ ვერსიად გამოსავლის არაო თითეულ ეს ვთქვათ ბანერზე რეაგირება, არამედ პირდაპირი დიალოგი ასეთი